დილამშვიდობის. ჯერ ყველაფერი არ მაქვს აქ შემოტანილი. არა მაქვს. ტანსაცმელი. ის ჩავიცვა? მოდი ამას ჩავით. ჰუდს კი არა და ხო რა. კაპიშონიანის არ არის კაპიშონის გარეშე ეს. მე ვეღარ გავასწორი. მინიმალუსის ხუდი. და ჟილეტს ჩავიცვა. ჩოულებრი სამებრ. ნახეთ ჩემი სკამი დაკავებულია. ვეცე სხვა შუქს ავათებ რაღაც. ესა? ვაიმე. აი ეს არის კაი. გუშინ შემოვიტანე. არ გამიწვიმდეს ღამე მეთქი. აი ესეთ მდგომარეობაშია. ეს აღარ მივწიე რომ დამჭირდება ეხლა. ეს უნდა დამედო აქ. ასე და ასე. ეს ჩემი პირადი საკუთარი უჯარაა. ის ლაშასი. ხა ეს ამაზე დავდგეთ. და თან ჩავიცმე. საჭმელი უკვე გავაკეთე. საათი ალბათ იქნება 15 ეკლდება. 10 ეკლია 900-ს. ეხლა ამ წამს გამოვთე ეს. მაკარონი გავაკეთე. ხოდა. ქათმები აუ გამოსაშვები და საჭმელი. უნდა ვაჭამ. ჯერ რომ მაგას ვაკეთებ ხოლმე მე ვიდეოს ვწერ, მე ვერ ვასწრებ ვერც გაკეთებას და ვერც ატვირთვას და მე მომიწევს ხოლმე იქ ავტვირთო და. ხოდა. ამიტომ მოდი ახლა ჯერ პავადავდეთ რომელიც უკვე მოვიტანე. და გავემზადოთ ნელ-ნელა. და მე სანამ ვიდეო აიტვირთება, ასე გამზადება გაპრანჭული შევალ საკათმეში. იქნებ სახეზე მოვეწოდო მაგრამ. აი მე აი ეს დილას ჩავიდე ჯიბეში რომ ჩავიტანო წებოებთან მეთქი ისევ ამოვიტანე. რა უნდა მეთქია აქ სასწინებელი წებოს თავები. ისევ ამოვიტანე. ვალაგებდი ამაებს. და რაღაცა მოვასწრებ და როგორ იქნება საქმე შეიძლება კიდევაც მოვასწრებ იმიტომ რომ თელი დაახლოებით 1 საათი მაქვს. ქათმებს უნდა ვაჭამო, ჭუჭელი დავრეცხე საჭმელი გავაკეთე და შეიძლება წავაუთოვო კიდეც. ხო ეგ. მოკლედ ჩავიცნო და მოვალის. ამას წინათ რამდენიმე დღის წინ რომელიღაცა თქვენგანმა დააკომენტარეთ, ანუ ხათო შენც იყავი, მაგრამ რომელიღაცა თქვენგანმა დააკომენტარეთ ისა ჩემს ძველ ვიდეოზე. ვიდეოზე რომელშიც 60 ოთახში ვარ. ოღონდ ძველ ოთახში. ესე მეცვას ეს ცოტა ფართე ის არის. ესე ავწიო. ესე კაი იქნება. მაშინ უკანაც მოვიწიო. რაჭი ახლა ჟილეტი უნდა ჩავიცვა. კაროჩი. ხოდა. ხან გამომესროლება ხოლმე ის სიტყვები, რომელიც მინდა რომ არ თქვა ხოლმე. ეს ჟილეტი უნდა ჩავიცვა. იქნებ ფართუკება გავიკეთო და ჩატანებული თუ ამოტანებული მექნება დიდად არ აქვს მნიშვნელობა ფართუკი და თმებზე ბოლომდე გვაქვს და ქუდი რა თქმა უნდა. დღეს მაქვს ერთი ტორტი. დილითვე უნდა გავაკეთო. ჩაიყინოს, ხვალისაც უნდა ავაწყოთ რომ გაიყინოს. და იგივე მაქვს ტრაქტორი და რაღაცები მაქვს გასაკეთებელი და ეგ ენცნო ფიგურები გავაკეთო და
დავარავდოთ რაღაც მაქვს კიდე. ეხლა მე მინდა აქ დაჯდომა. და როგორ დავჯდოთ ეს რაღაცები მილაგი აქ. ეხლა ვეცადე ამას დავაპროციალებ. ოპას. ნუ მოვასწრე რაღაცებს. კეჩები დავამაგრე აქ და ის არის კარგად სრიალებს ანუ არ დახაზავს და რაღაც თან არ წვამოძრავ. ხო რა შეიძლება ამაზე მითხარით რომ უკანო ის სამაგრი გაუკეთო რაღაც საერთოდ არ სრიალებს ხარ სპეციალურად ის არის მაგის რა მაგის სპეციალურად მაგისი არის და ავ მინდა გავემზადო და რაღაცა დამავიწყო მეგონი ხეთის კრემი იქ შემომეტანა და ეხლავი მოვალ. ეხლა გაპაუზოთ. მოვიდი და შევამოწმე რომ მეგონა რომ ის იყო გაზი დამრჩა გამოსართველი და გამახსენე ერთი ტორტი კიდე მაქვს. აიდეალმენი უნდა დავახატო მარციპანზე და ზემოდან დავადო ტორტს. ოღონდ ეგ ვალებილ. მირა. ანუ წესით დღეს არის ჩემი მესამე სამუშაო დღე. ხო და ჯანი შემოფროს და ეწოს თურქეთში არ დასული. რადგან ხვალ ტორტი თუ იქნება და საჭირო იქნებს სხვა გზა არ არის ჩავიდე. იმირონტო იმან კარგად აისვედოს. მე თვარჯერ აქ ვზივარ, არ დავბივარ. სიჩქარეში ამ ფანქარს არ წავითხრი თვალში არ რაღაცა. მიხი ხახუნერ გური ცოტა არის ძალიან ცოტა. თამოს დავავალე ახლა კრემი. ეივოშე ჩემი ძალი, ჩემი მამიდაშვილის ცოლი გაწევრიანებული და მე ვთხარ რომ თავ აი მინდა აი იაფირო ღირდა ხოლმე და აი სამდრელი ბანკით რო იყო თუ ეგეთი. თქვენ ხო გითხარით რომ ეგეთი უნდა ვიყიდო მეთქი და რომ ახლა კივის მოხელებს, მაგრამ წამ დაუწում ისევ წყალში რა და ისეთი რომ თან არ დამენოს. ახლა ნივია შემომეზიდა და ასე მივალ აღარ დავიბახელებს. კაი. ეგრე ფერჩატკებს ჩავიცმე ხო და კი არისო თამომ უნდა თან შეყვეთა გისავქნაო და 22 ლარი ხის რა, კაი 9 ლიტრაზე მეტია, ანუ 9 ლიტრზე 700 გრამიანია, თუ არ ვცოდით 750. მეთქი არ ნორმალურია რა, არ არის ძვირი. ხა მართლა 5 ლარად თუ არ იყიდი. თან ეგეთი რომ მქონდა, რავი, როდესაც ვიყიდი არ მახსოვს და ძალიან კაი ხანი მქონდა. ბაზარისკენ რომ მოხვდები ნივიას ვიყიდ, ნივიას ხმარო კარგად. მიუხედავად იმისა, რომ ვითომ დავალაგე, მაინც რაღაცებს ვერ ვყოურობ. მაგალითად თვალის ფანქარს. რომელიც აი ეს რატო ჩავდი აქ არ ვიცი. ეს შოკოლადის აიგულისთვის ვიყიდე და შემომედო აქ. ჩემი დამხმარე გოგო, მიჩვეული რო ხარ, ხო იცი? აი მე გუში ხალხო, ვიდეო, ანუ ფაქტიურად გუშინ მე დავდე, გუშინ წინდელი ვიდეო. და მოდავალად გუშინდელი და რაღაცები ყრი. რომელიც არ გამომიპაროს 3 წუთია. ანუ გუშინ დავდე მე გუშინ წინდელი ვიდეო და ვიფიქრე რომ საღამოსკენ მეთქი. დავდებ დღევანდელს რა, ანუ გუშინ. ესე გუშინ არ მქონდა ტორტები. არ მქონდა არც ერთი ტორტი არ მქონდა. ნინო მითხა რომ ისა იმათ ხინკალიც უნდა გაიკეთებინათ და ბლინჩიკების ცომსო შეგძლებ რომ გააკეთო და მეთქი ბლინჩიკების ცომის გაკეთებას რა უნდა ეხა სახში ხო ვაკეთებ რაღაცა, მაგრამ ეხა იქ სხვა პასუხისგებლობა ხო? მაგრამ მეთქი ანუ იმას არ გავაკეთებ თქო რა ცომს თუ ანუ ხო ეგ არ არის პრობლემა ხო ის არის თან არის მე ხო სახში ტაფით და გადავასხავ ხოლმე და არა ის უნდა იყოს გაქვია აი რომ უნდა ჩააწო რა ვეღარა ვთქვი ესე ვერ ვიღებ მარტო ჭიქას რომ დავგვარე და ამეში არსად არ ჩამოვდუდღნო
ხსომიც მე გამაკეთებინა. ოღონდ რა თქმა უნდა დოზებით იქ. ასე ვაკეთებდი თან იქით ვიყურებოდი რომ იქ არაფერი არ გამოვჩი. ეს არის ლაინერი წესით, მაგრამ არ ხატავს კარგად და კაია რომ იმას ავიღებ. ხაზს მაინც გავიკეთებ. იმედია. ხო და თუ არ ვწდები ხომ მოვჭი დაახლოებით ავარდ 1-3 საათი ვაწყო. თან ეს 3 ტაფა, აი 3 ტაფა იყო ჩართული რომ ერთს ამოიღები. ანუ არ ჩერდები და არ ელოდები და კარგად მუშაობს და ხორცი იყიდეს ანუ უმაღლესი ხარისხის საქონელი. ოღონდ აი ვიღაცამ თუ თქვა ეხლა რომ კაი და უმაღლესი არა ვიღა აი იქ ვიხარხნო სოფელში გაცვიდნენ გოგოები აღარ იყო. ახალი ხორცი, რა გაყინული, არა, აი შემიძლია იქიდან და მომაჭრათ თავი თუ მტყურის ვამბობდე. ეგ არ მინდა ფანქარი რა ვქე. ხო და გაცვიდნენ საქონელი, ღორი მოიტანეს, იქვე დაამაშინეს და ანუ იმას აკეთებდნენ რა და მე მერგო წილად ეს ცომი. ну რაღაცა გამოვიდა. ხო და დაახლოებით, ანუ ხინკალი კარტოფილსა გააკეთეს და იქ იყო ბლინჩიკისთვის რა და ხო გააკეთეს ხახნო, იცი რა ხელაქვაბით გააკეთეს ამ ხელაქვაბით და ნინომ დარეკა. ის ხორცი ვიყიდეთო? კი, რას ქვია ვიყიდეთ? ვიყიდეთ რომელიო? მზად არის. ანუ ხო იყიდეს ხალხნოდი და ის 6 კილო ხორცი სუშიანელეს და მე ნინომ დარეკა იცი რომელ სტადიაში რომ მე უკვე ვამთავრებ. აი ბოლო უნდა ჩავაწყო და იფლოთ ხარ. აი ტაშტი ესეთი მიდგა. უნდა გავასუფთავო ესენი და მეთქი ვსიო მე მოვჭი რა ის საქმე მოვჭი. იმიტომ რომ აი ერთად ილას რო იდექი უფრო დავიღალე. დარეკა ნინო მეუთხარი ნინო აბა რა გეგონა ვერ გამოვაცხობდი რაღაცა ვჩებით გოგოები ხო იცი მაგრები ვართ სასაცილო თუ ლაპარაკობთ ვიცი ვართ და უკან ჩემს უკან ფონად ჩანს რომ ხატია ამ ხორცს შუშავს ანუ ამზადებს რა ბლინჩიკებისთვის მე მოვჭი ეს და უნდა შევაყვინო და უკანო რა ხდება პირდაპირ ვიდე ტელეფონი უკანო რა ხდებაო და რა უნდა ხდებოდეს მე ვთქვი რომ ამზადებთ რა უნდა ხდებოდეს ახლა ვალი დავადი აქეთ რა რას ქვია რა უნდა ხდებოდეს არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ თუ რა ხდება ხორცი რო იყიდეთო ეგ 6 კილო არ მახსოვს 2 კილო ღორი იყო და 4 კილო ძროხა თუ პირიქით რა ანუ ეგ ეურევენ ოღონდ მე არ ვიცი როგორ ურევს ახლა ეგ ხორცი ხო გაყავითო და ანუ ნახე ხო ნახე თავს იმედებს ის კიდე თურქეთში რა ხო ნახევარშიანელეთო კი მე ვთქვა მე რა ვიდა შიანელეს აი ფაქტია როგორც თათარას ურევე ხო იცი მძიმედ ეგეურებს უკან ხათი ვერ ასწრავს იმდენი ხორცი გვაქვს შენელები ხო და ანუ მე ხო ვეუბნები რომ კი მეთქი რა ნახევარ მე არა და საერთოდ არ ვიცი რა გააკეთეს და გოგოების სახე სულ აქვთ გაკეთებული ხო და ეხლა ამა ხო მოკვდება სიცილინი და ეს მაიას ვაიმე უნდა ეთქვა ვაიმე სულ შევანელეთ და ვაიმე თქვა და პირზე მიამაფარა ხელი მე რა შუაში ვიყავი მე ვერ გავიგე მაგრამ ეგრე იყო ხო და ამ ლაპარაკში მე თან ეს ტაფები გავასუფთავე რომ უნდა შევინახო მე მორჩი დაიცა მანან რა რისი იმედი გაქვს ფუნჯი ავიღე რა ვქი რისი იმედი გაქვს მანან რა მორჩი შვილო ნინო მათქო ეგ ხო ანუ ის ხორცი ანუ საყინულეში ჩადო და გალხო არა ანუ გაკეთე და უნდა გამზადე და უნდა გაკეთდეს ბლინჩიკი და ბლინჩიკი უნდა ჩაიყინო ანუ ნახევარ ფაბრიკატებს საკეთებს აი ვერა გემიდი ხო და ისა აბა ეხავ ეგ დაფები ამოვალ ისევ ამოვალაკი ხარ ხახნო იგივე დოზა გამაკეთებიდეს მეორედ სუტილილები მქონდა თვალებზე ნინო იქიდან იხეოდა სიცი რა გააკეთე ანუ იცი როგორ იყო რუის რაღაცა წუთები იყო რომ ჩვენ და წავსულიყავთ ლილოში ჩემი მაზრის დაბადების დღე იყო და ლაშა უკვე გამოვიდა და აი ვამთავრებდი რა და მე გოგოებმა გამომიშვეს გამათავისუფლეს
ხო და ჩემი ტელეფონით ელაპარაკებოდნენ ნინოს და მე ხო უნდა წამოსული ნინოსთვის აწვით და ვაიმე ნინო რაღაცა ტელეფონი ჯდება აბა ეხა მაიას დაურეკებით და გაუთიშე ჩემი ტელეფონით მოვედი იმედი ამ იმას არ უყურებ ნინო ხო არ უყურებ თუ უყურებ არ დამიკომენტარი აბა ისე შენი კომენტარი არ ხდება ხოლმე ხო ვიცი რომ უყურებ მაგრამ არა ხარ შენი სახელი და გვერდ ქალბატონო ძალიან არ ჩავაშაო ახლა ეს კაი რაღაცაა საამისოდ არ გამეპაროს დრო რომ ქათმები არ დამჩნენ უჭმელები თუ როგორ აქვია ხო ეს პატარები კი თავისთვის მოძრაობენ ხოლმე საერთოდ არ მიშლიან კი და არც მელოდებიან იციან რომ დავაგვიანებ ხო და ეგრე ხარ მე წავალთ ლილოში ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღეც იყო აქ რა ძალიან წაუჩრდილე ნინიკოსი ხო და ნინიკოსაც მიულოცე ბიძაშვილი ოღონდ რავი დებივით გავისარდენით რა მე მადონა დარე და ნინო მორჩა მადლობა ხო და ესე ითხრა ნუ აი ეგეთი კაი დრო გავატარეთ სამსახურში კარგად ვიცინეთ ვიხუხუნეთ ძალიან ძნელია სამსახური სადაც იცი რომ მიდიხარ და ვიღაცა დაგხვდება მოჟამული ელემენტარული შეიძლება ადამიანს შენს პრობლემა გქონდეს ხო რაღაცა მაგრამ იმიტომ მიგიხარია სადღაცას რომ იცი რომ შენ იქ იმ პრობლემას არავინ შეგახსენებს და ელემენტარული ხალხი ისე მომივიდეს რომ ეს ნახატი როა დიდი წარბი როა ერთი ეგე გამომივიდეს ადრე მიწერდნენ ხოლმე რატო იწურელებ წარბსა რას ვიწურებ ხალხი სულ ესა მაქვს ძიმესა ვითა მაქვს ანუ ძიმე რო ჩამოვწვევ ასე მაქვს არ ვიწურელებ არა მომდის რა ვქნა ეს არის წესით ეს თუ ისა რაღაცა ხო ეგ ლაინერი მაგრამ ესე პატარა ცოტა ძალიან არ ხატავს არ მინდა დახატული წარბებით რო დადიან ხოლმე ეგ მაგას დავაგვანა ოდნავ ძიმე გავამუქე ხო და ეგრე ერთი სიტყვით ასეთი ამბები იყო და კარგად ვიხალისეთ მე ვიფიქრე რადგან მეთქი ვერ ჩავწერე ვიდეო რომ მივალ მეთქი მე ჩავწერე და დღის ვიდეო ანუ გუშინ დრო დამედო გუშინდელი ვიდეო და რა სიძახით ხალხო რა ვიდეო უნდა დამედო რომელი იყო მოვედი ახლა მოვედი და უნდა გავაუთო მეთქი შემოველი და დავწევი სიზმაში დავაუთო დანიანერ ნახეთ ჩემი სიცოცხლისა ვიდეო სურათიც ამაყდა ეხა ჩავსვავ რომელდე იცი რა რაღაცა იცი რა საყვარელია ხალხო ერთ-ერთში მარიამის სურათებიც ვნახეთ პატარაობისა და ერთ-ერთში გავმაროს ერთ-ერთში ერთი ის არის ჩემთან უცხოო და უნდა გავამწარო მოიზარდოს ცოტა მოიზარდოს მომივას სიკვდილო აუ აი ესეთი რაღაცა რამდენი ხანი იცი რაც მაქვს და არსად აღარ შემხვედრია ვიღაცა მაჩუკა და ეგეც არ მახსოვს ვინ მაჩუკა ანუ ის არის ტონალური ვითარი რა და აი რაღაცებზე რო ხელს არაჩერებ ხო იცი და ღამე რო ერთობი რაღაცას რო უყურებ და პატარა რაღაცა რო გაქვს და მთლიან სახეში აი ეგეთი რაღაცები რო გაქვს კარგად ფარავს ეხლა დიდად ეტყობა დრო არ მქონდა მაგისი რომ ესე მექნა სახე ამომეთხარა ხო და ეს ეხლა კონტური დავისვათ რომელიც სავარაუდოდ გასათლელი იქნება ეს არ მინდა ცოტა მუქი რომ აქვს ის არის გასათლელი ეს დავისვათ ჰოი რომელი საათი ამავე მაშინ არ გავიდეს დრო 15 წუთია გავიპრაჭებო ქათმებთან ისევე შევდივარ არ შეიძლება და ისე წავა აი გვაქვს თეთრი თმები ალაგ-ალაგ ადრე ვიცლიდი ხოლმე ეხა უნდა შევეშვა
იმიტომ კი არა, რომ რაიმე მეშინია მეტი არა, არა. მაინტერესებს. ამოვიდეს. დაე. დაახლოებით დღეს არის ხუთშაბათი. მეორე ხუთშაბათს ავიწონოთ. არა ერთად არ დავდგეთ სასწორზე ძამძიმეები იქნება. ავიწონოთ. დღეს იცი ვის დაბადების დღე დღეს? ვანოსი. ჩანგლიდან ხო იცნობ? ჩანგლის ჩემი ვანიჩკასი. აი ქორწილში რომ ნუ ზოგადად რო სულ ერთად დავდივართ ხო? ხო და მაგის ტორტი მაგ. ძალიან უყვარს შაურმა. უზომოდ უყვარს შაურმა. აი იმაზე რომ მივიდივართ ხოლმე, კინოში რომ მივიდივართ ხოლმე, იქიდან არ არსებობს ისე წამოვიდეთ, რომ შაურმაზე არ გავიდეთ ხოლმე. ხო და ეს რა ძალიან იმათსავით ვიპრაჭიებ, მართლა გეგონება აიქ ვიდიოდე. ეხლა შეიძლება ქვიდიანი ხელი თავკიზე წავიდე. რას ვამბობ? მე მგონი ეს ადგილიც არ მყოფნის, ზედიზედ უალაგია, მაინც ვეძებ. ძალიან უყვარს შაურმა რა და ესე რომ მივიდეთ ხოლმე და ვჭამთ, ეხლა უნდა გავაკეთო ვანოს ფიგურა, უნდა დავასვა ტორტზე, სადაც დიდ გრძელი შაურმა უჭირა. არ ვიცი როგორი გამოვა, მაგრამ ეგ უნდა გავაკეთო და საღამოს წამოვიღებ. არის რა თქმა უნდა არ იცის რა ტორტს ვაკეთებ იცის, მაგრამ რა ტორტს ვაკეთებ არ იცის. ამიტომ იყოს სიურპრიზ. აი ეგ. ვესავარაუდოდ სათვალის გავიკეთებ, რომელიც აქ არდებს. სადებს. გარეთ ტელევიზორთან არ მუშაობ, მაგრამ ამასაც წავიდებ, რომ რო ისა ჩავდო მე რეგი არ ჩავაგდო ჩათაში. თუმცა მაგ სათვალეს ვიყენებ იქ. ასე. ой, მოდი ნინო ეს წავისვოთ. ზია, ეს რომ მომეციში. ბავშვებმა ისე დაცალეს მე მაგ. ეს არის გლოსი. ხო იცით ეს რაღაცები ზოგადად არ მიყვარს, მაგრამ ეს ისე მომეწონა ტუჩზე. ვისმე ძალიან აი ეს თავით უნდა ხო? აი დედა მენჩია გავტკაცუდი ხარ მე მგონი ამომუარდა. უი. ხო და საღამოსაც მივიდივარ ბაზრობაზე უნდა დაბადების დღეს. იმას არ დავისხავ. იმიტომ რომ ჯერ ისედაც ხო იცით ჩემი მდგომარეობა დუხებთან ის დუხებია თუ უნდა მოები რაც არის, მაგრამ თუ მეტეს ისეთ ადგილას, სადაც მივდივარ. გავიკეთოთ. სად არის ის რგოლები რომ მეკეთა? ბუში ჩავდე. ბუში ჩავდე და მოდი გავიკეთოთ, რომელიც ნინოს ნაჩუქარ ქათამში კიდე მიდევა ეს. ფისუნიები. იმედია გამიკეთებ. აი მე ხარხნო. მაგრამ არა. ეს მარციპანზე უნდა ვიმუშაო და ეს შეგვიშლის ხელს, ამიტომ მისჩენია და კარგვას მომიხსნა. ეს გავიკეთოთ. ვიცი? ეს არის ჩვეულებრივი ძალიან უბრალოები, ხო იცით? თემურასი და ეს არის პატარა ანგელოზის ფრთები. ამიტომ ერთ ცალზე გავუკეთე ეს. რაღაცა უნდა მეთქვა და დამოვიწყო. ხო, თემუს აპლიკაცია მქონდა წაშლილი.
იმიტომ რომ იცით რო იტყვიან ნარკომანივით შევჯექი. თუ არ გავიდოდა რომ რაღაცა ცანცარობა არ გაუმეწე. ხო და ეხლა გადმოვწერე ის. აი მე. გადმოვწერე ის. ბაზრობაზე კი არის ხალათები და ხალათი რაღაც და ფართუკები სამსახურის იქაც არის, მაგრამ რაღაცა მინდოდა მევიდა რამე. არ მიყიდი არაფერი, გავთვალიერებდი რა და. ფეხსაცმელებიც მინდა იქ რო ჩავიცვა ხოლმე. რამე ესეთი, აი, კარგი. ხოდა ის ნოვიღე. საწყობში რო კონდეს რა და თან ეხა რომ რითიც მიხვალ იმით არც ვიარო და აუსაუცხელი რა იქნება. ხო და ისა. კომფორტულად იყო რა ადამიანი უფრო. ეს რაღაცა რატო არ ჩავალაგე? ესეც აქ. აი მე ხალხო გუში დაწყდა ის წყალი, გუში წი. ეს იცი რა კაი სავარცხა, თემურამ რო გამომგზავნა უფასო, ეს ის სავარცხელია და ისეთი კარგია რომ რა იყოს. ოღონდ მართლა. ეხლა თუ უხეშად ჩამოვარცხნი შენა ნინოს მაგალითად, აი ჯერ ძირდა რომ დაუწყე საერთოდ არ დაწიწკნა ნინოს საერთოდ. ეხლა მე გავიქცევი მზად ვარ, ვაჭმევ ყველაფერს და წავიდეთ. უეჭველი ვიცი სანამ ჩავალამ ყველაფერს შემომეცლება ხელის სმით, მაგრამ წავალეს იქ შევიკრა. პრობლემაა. არც არაფერი. რამე საჭმელია წამოვიღო და არ ვიცი რა დავიღო. უაშხს წავიღებ რომ პირი გავისველოთ და რო გავალ პურს ვიყდი. ეხლა გავიკეთებ რომ თლად მოსაბრუნებლები არ გახდნენ ჩემი ქათმები. ეს ვიმოვიდო. და მაგასობაში ვიდეო ვიდეოს ატვირთვაც მოესწრე. ხო, შტატივს წავიღებ, უიმანდარი. შტატივს წავიღებ და რავი, იქნებ გადავიღო გაკეთების პროცესიც ვანიჩკას შაურმის. აბა ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას ხალხო. ოი, რაზე ვამბობდი წეღან. ლილოში წავალეთ მეთქი წეღან, ბლინებს ვაცხობდი მეთქი, ხო იცი? ამ სამი ტაფით მეთქი, ეგ უნდა მეთქვა დამავიწყდა და ხო ორი პარტი, ანუ დილის 10-დან დაახლოებით 11-ის ნახევრიდან რომ დავიწყე, ზუსტად 8-ის რაღაც წუთებზე ბლინებს ვაცხობდი ისე, წარმოიდგინეთ. ხო გავიქეცი. წავედი, გავიქეცი და წამოსვლის დროს ნანი ჩემი დედამთმო მომთმობლივე დაიცა ეს რაღაცა უნდა გაჩუქოთ, დაიცა ისევ რაღაცა და ბლინის საცხობი მომწეს. ოღონდ დღეს არ დამანახოთ ეგ მეთქი და კუხნაში მიდევ, ძალიან მაგარი რამეა. ისეთი რაღაცაა რომ ანუ რო გავაკეთებ ხოლმე ცომს, ნინო მათქო მე გამოვაცხობო. გამოდის რავი ერთი იმიდა ხო გამოდის ეგ რაღაცა 40-45 რა, ოღონდ კარგად რო ჩაასვლებდი. ხა თუ ნინოს მივცემ გამოსაცხობა და რაღაცა, მე გავუკეთებ ცომს და გამოვაცხობინებ, ან მურაბით, ან რაღაცით, ან ამის გადაახვევს და შეჭამს მოკლედ. ხო და ეგრე იყო რა. წავედი, ოღონდ მე შავები მქონდა ჩართული. და ბიძინამ და ნანი თეთრი მაჩუქეს, ძალიან საყვარელი და ლამაზი არის. მე გამოვიყენებ. შენიერია, ზიხარ არ დარბიხარ და ემზადე. წავედი ხახთო რომ ვერ მოვასწრე. კარგად იყავით, მომავალ ვიდეომდე მეგონი დაუთოებას თუ.